ავალიანის საქმეზე დაკავებული ანინა ასყიდაშვილის მშობლებმა მოკლული მასწავლებლის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს. მჟავდებული არასრულწლოვანის მამამ ლაშან ასყიდაშვილმა კუპატაძეებსა და მის მხარდამჭერებს Facebook კომენტარებში შეაგინა. ეკა კუპატაძის თქმით, სასამართლოს შემდეგ აგრესიული იყო ნასყიდაშვილის დედაც. გაბმული სიგნალით მიგვახედა და მანქანიდან გვიყვირო და მინები აწეული ჰქონდა, მაგრამ ალბათ იგინებოდა დაწერა კუპატაძე. საგარეო საქმეთა სამინისტროავლაბრის რეზიდენციაში გადავიდა, ინფორმაციას BMG ავრცელებს. ლეონიძის ქუჩაზე მხოლოდ საკონსულო და ადმინისტრაციული დეპარტამენტები დარჩა. სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში მარტიდან გადავიდა, თუმცა ინფორმაცია ახლა გავრცელდა. 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება უფორმდება. საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ადამიანებმა დანაშაული აღიარეს და საპროცესოს გაფორმებაზე ბრალდების მხარეს თავად მიმართეს. პროკურორის თქმით, მათი საქმე ცალკე გამოიყოფა და მოსამართლე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხზე იმსჯელებს. 7 წლის შვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს ბრალი წარედგინა. პროკურორის ინფორმაციით, ბრალდებულის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება. უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ქალი გუშინ დააკავეს, მძიმე დანაშაული კი ბოლნისში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.